ქართველი ქალების სინდრომი რა არის და რატომ აქვთ მათ ეს სინდრომი და სად არიან ამ დროს ქართველი კაცები. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ისეთი თანაგრძნობას რომ აღმიძრავს ეგეთი თემაა და ნაცნობია იქიდან გამომდინარე რომ მე თვითონ ემიგრაციაში ვიყავი 3 წელი ჩემს ქმართან ერთად ვიცი რა არის ემიგრანტის ცხოვრება გზა ზოგი უფრო რთულია ზოგი უფრო მარტივი ჩემ შემთხვევაში სამსახურიდან მქონდა მოწვევა და ამიტომ ის გზა არ გამივლია რასაც სტანდარტულად ქართველი ემიგრანტები გადიან თუმცა ძალიან ბევრი სირთულე იყო როდესაც ჩემი ქვეყნიდან 12000 კილომეტრით შორს ვიყავი და მანამდეც მე ვიყავი ქალი, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა 2 სამსახური ძირითადი და part-time, ხანდახან 2-3 პროექტის, რადგან კორპორატიული იურისტი ვიყავი და მაძლევდა ჩემი პროფესია ამის საშუალებას, რომ სულ მქონოდა ესე ვთქვათ უსაფრთხოების ბალიში, რადგან ესე მეგონა რომ მარტო საკუთარი თავის იმედი უნდა მქონდეს და მოკლედ ამ ბოლო დროს დავიწყე ეს კვლევა თუ საიდან მაქვს ამდენი პასუხისგებლობა, რატომ მინდა სხვების ცხოვრებაში ჩარევა, მინდოდა უბრალოდ რატომ მინდოდა რომ ყველას დავხმარებოდი მიუხედავად იმისა, მათ უნდოდათ თუ არა და ვაკვირდებოდი რომ ეს არის ქართველ ქალებში, ესე ვთქვათ, დომინანტი წამყვანი სურვილი, რომ სხვებს დაეხმარონ და სხვების დახმარებისთვის გადადონ საკუთარი ცხოვრება, საკუთარი თავი, ბევრ რაღაცაზე, ყველაფერზე თუ არა უარი თქვან და ნუ თუნდაც ის რომ ამდენი ემიგრანტი ქალი ყავს და მათი ქმრები, მამები, ზრდასრული, სრულწლოვანი შვილები საქართველოში ელოდებიან მათ გამოგზავნილ ფულს, ვფიქრობ, რომ ძალიან უსამართლოა, ძალიან აჩლუნგებს ქართველი კაცის ინსტიტუტს და ძალიან ბოჭავს და აუბედურებს ქართველ ქალს. არ შემხვედრია სიმართლე რომ ვთქვა ესეთი სახელით რამე რომ ქართველი ქალის სინდრომი, მაგრამ მე ვფიქრობ ეს არის სინდრომი, რადგან თითქმის რა ვიცი, ყოველ მეორე მესამე ქალში მეორდება, ხო, ეს ჰიპერმზრუნველობა, საკუთარი თავის ბოლო ადგილზე გადაყვანა, ჯერ ყველაფერი ჩემს შვილებს, ქმარს, მშობლებს, მეზობლებს, მეგობრებს, ძმისშვილებს, დიშვილებს, მამიდაშვილებს და მერე მე და მერე ჩემთვის არ რჩება არაფერი და ამიტომ მიწევს ემიგრაციაში წასვლა, იმიტომ რომ ქმარს ან შვილს არ უნდა და ხელის განძრევა საქართველოში, თუნდაც ან თვითონ წასულიყო ემიგრაციაში. საიდან იწყება და საიდან მოდის ეს სინდრომი? სულ ასე იყო, სულ ასე არ იყო. ქართველ ქალს ჰქონდა თავისი ძალიან დიდი ფუნქცია და სოციალური როლი ჩვენ საზოგადოებაში და ევროპის ქვეყნებში ევროკავშირზე რო ვისაუბროთ, ჩვენ როდესაც გვყავდა ქალი მეფე, არ ყოლიათ მაგ დროისთვის ქალი მეფეები და ჩვენ ვიყავით ამ მხრივ ძალიან, ესე ვთქვათ, გენდერულად თანასწორი სახელმწიფო, თანასწორიც კი არა პირიქით, ქალები იყვნენ ანუ პრივილეგირებულები სხვა ქვეყნებთან და მეზობელ ქვეყნებში ევროპაც რო ჩავთვალოთ, ევროპულ ქვეყნებთან შედარებით და კაცს ჰქონდა თავისი როლი. ჩემი აზრით, რაც მე გამოვიკვლიე ინფორმაცია, საქართველოში ქართველი კაცის დეგრადაცია დაიწყო საბჭოთა კავშირამდეც. თუმცა საბჭოთა კავშირმა და საბჭოთა კავშირის დანგრევამ შემდეგ საერთოდ სწრაფი ტემპით დაანგრია ქართველი კაცის საჭიროება, სტრუქტურა და მენტალობა. რუსეთის იმპერიამდე ქართველი კაცი ძირითადად სულ იყო ბრძოლაში. ის იყო სულ ბრძოლაში, საქართველოს სულ იყო ომში. აქ იყო ნგრევა, შემდეგ იყო შენება, ნგრევა, შენება, მონადირეობა, მომპოვებლობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ქართველი კაცის ფუნქცია
იყო რეალიზებულობა, თავისი პოტენციალის რეალიზება უნდა მოეხდინა იმ პოტენციალის, რაშიც კაცი არის თავის ენერგიაში, თავის ნაკადში არის ნიჭიერი და აგრესიას რაღაც ცოლ-შულზე კი არ უშვებდა, ეს აგრესია საიდან გროვდება, ხო? არარეალიზებული პოტენციალიდან, მაგრამ ადამიანი, რომელიც რეალიზებულია და ამ შემთხვევაში კაცი გამონაკლისის შემთხვევების გარდა ის არ არის აგრესიული და ესე ვთქვათ დამშვიდებულია, იმიტომ რომ ის ენერგია, რომელიც მასში სამყაროდან მოედინება, ესე ვთქვათ, ნაკადშია და არ რჩება მასში. რუსეთის იმპერიამ გამოიწვია ის, რომ ქართველმა კაცმა დადო ხმალი, დაიწყო ჭარბის სმა, რუსეთის იმპერიამდე ქართველ კაცებს არ ჰქონდათ ღიპი. დააკვირდით ჩვენს ჩოხებს, იყო წელში გამოყვანილი ძალიან წვრილი წელი, ქამარი, მხარბეჭი, ხო, ესეთი, ანუ თოფის წამალი, ხმალი, ანუ ვინ არის ქართველი კაცი არის ვაჟკაცი, მებრძოლი და იქცა ლოთ ვანიათ. იმიტომ რომ მოდუნდა, აღარ ჰქონდა საზრუნავი, იცოდა რომ თავს არავინ დაესხმებოდა და რუსეთში უკვე იყო ჭარბის სმის კულტურა, რომ დააკვირდეთ როგორ ეცვათ რუსებს თუნდაც დიდგვაროვანებს, განსაკუთრებით თუ ეს არ იყო დიდი შეკრება, რაღაცნაირი კაბებივით ეცვათ კაცებს, რატო რომ ეს თავისი ღიპი და უფორმობა და უზნეო ცხოვრების წესი დაეფარეთ და ნუ ქართველმაც გაიხადა თავისი ჩოხა. მერე მოვიდა საბჭოთა კავშირი. საბჭოთა კავშირის დროს იყო გარანტირებული სამსახური, გარანტირებული პროდუქტი, ძირითადად ყველა პერიოდში. ნუ აი ეს კაცები თითქოს გავიდნენ, გამოძრავდნენ რაღაცა ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად, მაგრამ აქაც არის ჭარბი სმა და ქეიფი და ასე შემდეგ. ქეიფი ოღონდ არა ჩვენ კარგ ქართულ, ესე ვთქვათ, ტრადიციულ გაგებაში თუ როგორ ვთქვა, არამედ აი რაღაცნაირი დოლგარმონი და დუდუკი და ასე შემდეგ რა. ნუ აი რაღაცა რუსეთული საბჭოური ქეიფი რა, მოდი პირდაპირი ვიქნები. და შემდეგ ინგრევა რუსეთის იმპერია და ყველა სამსახური, ყველა ინდუსტრია, რუსეთის იმპერია კი არის და საბჭოთა კავშირი, სადაც კაცები თუნდაც ფიზიკურად, ინტელექტუალურად იყვნენ დაკავებულები, აღარ არის გაქრა. და ამ დროს რა ხდება? პრობლემა გვაქვს, ქართველი კაცი წინაპრებისგან არის მებრძოლი, ამაყი, იმას იზამს, ამას არ იზამს. რა ხდება? იმერელ კაცს დასცინიან დანარჩენი ქართველები სხვა რეგიონებიდან, რომ აი იმერელი კაცი მომსახურებაში არის კარგი, ხო? თავაზიანი და ღიმილიანი, იმიტომ რომ დანარჩენს არ შეუძლია. ყველა დირექტორად არის ქართველი კაცი დაბადებული და რას ქვია ახლა, მიმტანად დაიწყოს მუშაობა, ან არ ვიცი რაღაცას ვაჭრობაში ჩაებას, ან ყველი აწონოს, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რა ხდება? ეს ჩვენი ქართველი კაცის მენტალობა დგება იმ რეალობის წინ, რომ მისი მენტალობის შესაბამისი სამსახური აღარ არსებობს ძირითად შემთხვევაში და ვერ აბიჯებს თავის თავს, რომ დარჩეს პროვაიდერად, ოჯახის შემნახველად, შემტანად, პურის მომპოვებლად, რაც არის მათი პირველი დანიშნულება, რომ კაცი თუ ოჯახს ქმნის, ის უნდა უზრუნველყოფდეს ყველაფერს ამ ოჯახისთვის და მისი ერთადერთი ფუნქცია უნდა იყოს თავისი ცოლის და შვილების ბედნიერება და მათი სურვილების შესრულება. და ეს თავის მენტალობა სიამაყე ვერ გადალახა და როგორც ჩანს ვერ გადალახეს მასებმა და ასევე აქ არის კიდე მეორე ესეთი პატერნი ჩადებული, რომ საბჭოური მამები განსაკუთრებით ვინც რაღაც თანამდებობებზე იყვნენ, საკმაოდ დომინანტები იყვნენ და თავისი ბიჭი შვილები საკმაოდ დაჩრდილეს, დააჩვუნგეს, დააბლაგვეს და უთხრეს, რომ თქვენ არ გინდათ არაფერი, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს. რეალურად ფრთები თუ არ ვიცი, მოაჭრეს ყველაფერი, რაც შეიძლებოდა იმისთვის, რომ ეშრომა ადამიანს, ხელი გაქვს, მაგრამ არ ანდრევ, გინქონია ხელი, გინდა რა, ხო? და ქართველი ქალი დგება კითხვის ნიშნის წინ.
რომ ვერ გადარჩება. აღარ არის პროვაიდერი, ეს თავისი მარჩენალი ქმარი ყავს რაღაცა ამაყი, ამაყობას მე სიზარმაცით ვამართლებთ, ანუ ამ მენტალურ გარდაუტეხლობას და განუვითარებლობას, ესე ვთქვათ. იმიტომ რომ კაცი მაშინ არის კაცი, როცა თავისი ოჯახისთვის ყველაფერს გააკეთებს, რაც არის კანონის ფარგლებში შესაძლებელი, რომ თავისი ოჯახი არ იყოს მშიერი და ქართველი ქალი იძულებულია, რომ ჩადგეს რამდენიმე სამსახურში, ჩადგეს, იმიტომ ამბობ, რომ ფიზიკურ სამსახურებშიც. ამდენი ემიგრანტი ხალი რო არის წასული და უვლიან მოხუცებს თუ ახალგაზრდებს, არა აქვს მნიშვნელობა. ეს ტვირთის აწევა არის, ეს ძალიან რთული სამუშაო არის. ეს არ არის, ხალი არ არის ამისთვის დაბადებული და კაცს შეუძლია ეს რომ გააკეთოს, მაგრამ არა. ქართველი ქალი უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ქართველ კაცებში იმდენად არ მოხდა ეს გარდატეხა, რომ აი მასიურად, ესე ვთქვათ, მათი ჩვენზე უფროს თაობაზეა საუბარი და მე 35 წლის ვარ 90-იანელი და ჩემი თაობის კაცებსაც მოყვებათ ეგ, მაგრამ როგორც ხედავ, ზოგმა გაახილა თვალი და გამოფხიზლდა და აღარ უნდა თავისი დედა ემიგრაციაში გაუშვეს და თვითონაც გაანძრია ხელი. ცოტა უფროს თაობაზე ვლაპარაკობ, სადღაც ალბათ 50 წელი და ზემოთ ვინც არიან. ანუ ამ თავის ჩაკეტილი მენტალიტეტით ცოლებს უშვებენ სამუშაოდ და ქართველი ქალებიც დაავადებული ამ სინდრომით, რომ ყველა უნდა არჩინონ მათ, უნდა უზრუნველყონ სწავლა, არ ვიცი, მანქანები, სახლები და თვითონ ჩამოვიდეს მოხუცი, ან ჩამოვიდეს ან არა, იმიტომ რომ იქ შეიძლება რაღაც დაავადება გაუჩნდეს, ხო? ეს ჩემთვის ძალიან გულსატკენი და ახლო თემა არის, რადგან ემიგრაციაში როცა ვიყავი, განსაკუთრებით მაშინ ძალიან ბევრი ემიგრანტი მწერდა ქართველი ქალი. და რასაც ვკითხულობდი უთქმელად, აი იმ ხმოვანებში ან თუნდაც ზუმში რა ვრეკავდით, იყო მარტოობა, სადღაც დედამიწის მეორე მხარეს წასული, მოწყვეტილი ყველაფერს, რომ ოღონდ გამოგზავნოს საქართველოში რაღაც და ეს ვიდეო რაღაცნაირად მინდა რომ გამოფხიზლება იყოს ყველა იმ ქალისთვის, ვინც არის ემიგრაციაში წასული, ყველა იმ ქალისთვის, ვინც ფიქრობს რომ წავიდეს, თუ მარტო მიდიხართ, ამას გულისხმობთ, თუ მეუღლესთან ან ოჯახთან ერთად მიდიხართ, 6 ასაკითხია და ყველა ქალისთვის, ვინც ჩემსავით 3, 4, 5 სამსახურს ეძებდა იმისთვის, რომ კიდე მეც დახმარებოდა და მეტი პასუხისმგებლობები აიღო საკუთარ თავზე. თუმცა მე გამიმართლა იმაში, რომ ჩემი ოჯახის წევრები არ მთხოვდნენ და არ მაიძულებდნენ პასუხისმგებლობების აღებას. უბრალოდ მე ვიყავი ეგეთი, რომ მე მინდოდა ყველაფერი მეკეთებინა, როცა ეს არ არის საჭირო. ყველა ადამიანს აქვს იმის რესურსი, ვინც არის ჯანმრთელი და დადის და აზროვნებს, რომ თავის თავს მიხედოს. თუ არაკეთებს თავისთვის არაფერს გამართლება ამას არ აქვს და შენ არ ხარ ვალდებული რომ გაუწიო დათური სამსახური. მინდა რომ ჩვენმა თაობამ და თუ გინდათ უფროსმა თაობამ, ან ვინც მიყურებთ, ან თუნდაც ახალგაზრდებმა, აი ეს რაღაცა თაობათა დამახინჯებული მენტალობა ქართველი ქალის სინდრომის დავარღვიოთ, დავაპრიორიტეტოთ საკუთარი თავი, ვიცხოვროთ ჩვენი თავისთვის, ვიყოთ დედოფლები იმ გარემოში, სადაც ვართ და ჩვენ გარშემო სხვაებიც უფრო ბედნიერები იქნებიან და მე ჩემი ერთი მაგალითით საკმარისია ჩემთვის, რომ ეს ვიდეო ჩამეწერა, რაც მე შევცვალე ჩემი თავის მიმართ დამოკიდებულება, შეიცვალა სხვების დამოკიდებულება ჩემ მიმართ და ჩემ ირგვლივ მამაკაცებით, ჩემი ქმარი, ჩემი ძმა, მამა ჩემი, ბიძა ჩემი, ბიძაშვილი
უფრო ბედნიერები არიან, იმიტომ რომ ისინი არიან თავის მასკულინურ ენერგიაში და მე ვარ ჩემ ფემინურ ენერგიაში, მე ვაძლევ იმათ, რაც მათ სჭირდებათ და ისინი მაძლევენ იმას, რაც მე მჭირდება და ეს შესაძლებელია და მუშაობს. ანუ თქვენ ის კი არ უნდა ეცადოთ, რომ აი კაცები შეცვალოთ. თქვენ თქვენი თავი უნდა შეცვალოთ, თქვენი თავი დააპრიორიტეტოთ და თქვენ ამას მართლა რო დაიჭერებთ, რომ თქვენ ხართ დედოფალი და ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებთ, უბრალოდ იმიტომ რომ ხართ, თქვენ გარშემო მთელი სამყარო და მთელი ცხოვრება შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება და არ მოგიწევთ ემიგრაციაში წასვლა სხვის გამო, საკუთარი თავის გამო კი, სხვის გამო არის აქ საუბარი. და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი დრო არის, რომ ვიზრუნოთ საქართველოზე და მივცეთ საშუალება ქართველ კაცებს, რომ დაუბრუნდნენ თავიანთ ბუნებრივ ნიჭებს, ნაკადს გახდნენ პროვაიდერები. მე აქ არ გულისხმობ, რომ ჩვენ არ უნდა გვქონდეს სამსახური ან ჩვენ არ უნდა გვქონდეს შემოსავალი. პირიქით, ჩვენ უნდა ვიყოთ მილიონრები, მილიარდელები, წარმატებულები, ცნობილები, ცნობადები, რაც გინდათ, ის თქვენთვის რაც არის, ესე ვთქვათ, ბედნიერების მომცემი, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ თავი გავიუბედურეთ და ჩვენ ვიყოთ ბოლო ადგილას. და ბოლოს დავასრულებდი იმით, რომ ძალიან მიყვარხართ, ძალიან დიდი თანაგრძნობა და ემპათია მაქვს ქართველი ქალების მიმართ. ვფიქრობ, რომ ძალიან მაგრები ვართ, ჩემი ჩათვლით ყველა და ვფიქრობ, რომ ვიმსახურებთ, რომ დღეიდან ამ ეპიზოდის ნახვიდანვე დავიწყოთ ცვლილებები, დავაფასოთ საკუთარი თავი, გავხდეთ თვითკმარები, მოვეშვათ დათვური სამსახურის გაწევას ჩვენ ირგვლივ კაცებისთვისაც, თუ გინდათ ქალებისთვისაც, ისინი ჩვენ გარეშეც იცხოვრებენ და ხშირ შემთხვევაში უფრო კარგად, ვიდრე ჩვენ ჩავერევდით. სულ ეს არის მოსალმება, მე მგონი დამავიწყდა, მაგრამ დაგემშვიდობებით. მე ვარ ელენე, ეს არის ჩემი არხი Reverse Monday და გთხოვთ გაუზიაროთ თქვენს მეგობრებს თუ მოგეწონათ ეს ეპიზოდი დროებით.